გილოცავთ დღევანდელ დღეს შიომღვიმელის ხსენებას, წმინდა ნიკოლოზ მიროლუკიის მთავარეპისკოპოსის ხსენებას, შეგვეციოს ყველას ჩვენ და სრულიად საქართველოს მათი ლოცვა და მადლი. უფალი იესო ქრისტე ეუბნებოდა თავის მოციქულებს, რომ უნდა წავიდეს ზეციერ მამასთან. ჩემი მამის სავანეები ბევრია, ამბობდა იგი. და მე უნდა წავიდე, რომ განგიმზადო თქვენ ადგილი. და კვლავ მოვალ, რომ ჩემთან წაგიყვანოთ. რათა სადაც მე ვარ, იქ თქვენც იყოთ. და სადაც მე მივდივარ, ის გზა თქვენ იცითო, უთხრა უფალმა. მაგრამ მოციქულებს ძალიან უჭირდათ ამის გაგება. და ამ შემთხვევაშიც გამოიჩინეს ასეთი უმეცრება და უთხრეს, რომ უფალო, სად მიდიხარ არ ვიცითო და გზა როგორ გაგვეცოდინებაო. მაშინ უფალმა უთხრა, მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ ცხოვრება. რომელ გზაზე საუბრობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რას გულისხმობს? ეს არის გზა მიმყვანებელი უფალთან, გზა სულის გადარჩენის და ცხონების. აი მეუფემაც ეს გზა ახსენა სწორედ თავის სიტყვაში, ამ გზით დადიოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, ღირსი მამა შიომღვიმელი, ასურელი მამები და სხვები ჩვენი წინაპრები და მიაღწიეს სულის განმხრთობას, ძალიან დიდ სრულყოფილებას და ანათებენ მთელ მსოფლიოში თავიანთი სულიერებით და სიწმინდით. მაგრამ უფალს არ უთქვამს, რომ ის მხოლოდ გზა არის. ასევე დასძინა, რომ ის არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება რა არის სულიერ ცხოვრებაში, რელიგიურ ცხოვრებაში? ეს არის მართებული დამოკიდებულება ადამიანსა და ღმერთს შორის. მართებული სწავლება, მართებული დამოკიდებულება. და აი უფალმა იესო ქრისტემ გარდა იმისა, რომ გვასწავლა ჩვენ ეს დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს ღმერთთან, თავისი პირადი მაგალითითაც გვიჩვენა, როგორ უნდა შევასრულოთ ღვთისნება, ღვთისმცნებები. ძალიან ბევრს ავიწყდება ეს, რომ ღმერთია, იესო ქრისტეა გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც. და ფიქრობენ, რომ ღვთის გარეშე მარტო ჩვენი გონებით, მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით თუნდაც შეიძლება მაგალითად საზოგადოების თუ კაცობრიობის განათლება, აღორძინება, თუნდაც ნეობრივი და ასე შემდეგ. და არ ახსოვთ ის, რომ მაგალითად უზნეო კაცის ხელში ეს დიდი ცოდნაც და მეცნიერებაც შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების სამსახურში, შეიძლება სიკვდილის იარაღიც კი გახდეს. ამიტომ მეცნიერება აუცილებელია, ცოდნაც აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება. მაგრამ ეს მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მაშასადამე საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, მის შინაგან სამყაროზე, მის შინაგან ცხოვრებაზე. რადგან როგორც უფალი შეგახსენებთ ამბობს, რომ გულიდან გამოდიან ბოროტის რახვანი. და აი რაგინ დაცემული იყოს ადამიანი ზნეობრივად, ქრისტეს წმენა შეუძლია მასში ეს ნაპერწკალი გააღვიოს სულიერების, ზნეობრიობის და დააყენოს ადამიანი გადარჩენის გზაზე.